გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძალა სარწმუნოებაშია და საქართველოს სიყვარულშია. წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდა უკდაო შეგვიწყალე ჩვენ. ყოვლა წმინდაო სამებაო, ერთვარსებაო, ღმერთო ჩვენო, სასოებით გევედრებით, გადააფარე შენი კალთა ჩვენ სამშობლოს, ყოველ ჩვენთაგანს, ეს სულოვნებით გაგვაერთიანე და იქცენ საქართველო, ხილული და უხილავი წრებისაგან. ამინ. გევედრები შენ უფალო, მადლითა და წყალობითა შენითა, გადაარჩინე, დაიფარე და გამთლიანე ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის წილხედრი ჩვენი სამშობლო. დილამშვიდობისა დღეს 31 მარტია, სამშაბათი. თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ და ახლა საეკლესიო კალენდარი ვნახოთ. შევიტყოთ, რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. 31 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა კირილეს, იერუსალიმელ მთავარეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს ტროფიმეს და ევკარპის, ღირს ანინე მონაზონს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. შეგეწიოთ დღეს მოხსენიებული წმინდანები და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ცხადია, რომ კვლავაც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს მის 8 წელზე საუბარს და დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები იქნებიან სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი. ჩვენ ვისაუბრებთ მამა გიორგისთან ერთად პატრიარქის 8 წელზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ასევე გვესტუმრება მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომელიც გაიხსენებს პატრიარქთან შეხვედრებს და მასთან ურთიერთობას და ასევე ჩვენი გადამღები ჯგუფი სტუმრობდა მუსიკოსა და კომპოზიტორს დავით ევგენიძეს, რომელმაც ბევრი საინტერესო რამ გაიხსენა პატრიარქის შესახებ და შემოგთავაზებთ ამ ინტერვიუსაც. ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის ჩვენს ეთერში. შევიტყოთ, როგორი ამინდი გველოდება და დავბრუნდებით, როგორც გითხარით, მამა გიორგი ვაშალომიძე შემოგვიერთდება.
ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე შემოგვიერთდა. მამა გიორგი, დილამშვიდობისა, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დილამშვიდობის, გმადლობთ რომ მომიწვიეთ. მამა გიორგი, ჩვენი გადაცემები ბუნებრივია რომ ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორეზე საუბარს, მის მრავალმხრივ და განუზომელ ღვაწლზე საუბარს და დღეს გვინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ პატრიარქის ღვაწლზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. ჩვენ ვიცით რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო განათლებისა და მეცნიერების განვითარებას აღსაყდრების პირველივე წლებიდან, მანამდეც, როდესაც ის ბრძანდებოდა მღვდელმთავარი, ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. თუმცა ჩვენ ვისაუბროთ უშუალოდ პატრიარქის წლებზე ამ შემთხვევაში, პატრიარქობის წლებზე და ვიცით რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა რწმენისა და ცოდნის სინთეზს. რაში გამოიხატებოდა აი პატრიარქის ეს ძალიან დიდი ძალისხმევა, რომ განვითარებულიყო განათლება, მეცნიერება და მომხდარიყო ცოდნისა და რწმენის სინთეზი. დიახ, უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენის ეთერით და კვლავ სამზიმარე გამოუცხადო სრულიად საქართველოს ამ ძალიან დიდი დანაკარგის გამო, მოგეხსენებათ ამაზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა, დაიწერა და კიდევ ბევრს ექნება სათქმელი, ბევრი იტყვის და ბევრიც დაწერს, რომ მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გახლდათ ეპოქალური პიროვნება, ნამდვილად მან შექმნა ეპოქაი, ჩვენ საუბრობდით ხშირად, რომ არის ხოლმე ეპოქები, რომელსაც ეწოდება ხოლმე ადამიანის სახელი, იმ ადამიანის, რომელიც იმ ეპოქაში მოღვაწეობს და აი ჩვენ შეგვიძლია ამ თითქმის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას უწოდოთ ეპოქა ილიამ მეორეს ეპოქა. მისი ღვაწლი მართლაც მრავალმხრივია, ის ფაქტობრივად როგორც თავად ხშირად ბრძანებდა, სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა და მისი მოღვაწეობის შედეგად და რა თქმა უნდა ღვთის დახმარებით მან დატოვა ძლიერი ეკლესია და როგორც უკვე მოგახსენეთ და რაც ჩვენი დღეს სასაუბრო თემა შეეხება მისი მოღვაწეობის მრავალმხრივობიდან ერთ-ერთი გამოსარჩევია განათლება. პირველად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავადაც უაღრესად განათლებული პიროვნება გახლდათ, ვიცით რომ მას საქართველოშიც, რუსეთშიც, ზაგორსკში ჰქონდა დამთავრებული, სხვადასხვა არაერთხელ უსაუბრია სტუდენტობის წლებზე და ძალიან ხშირად საუბრობდა ის, რომ ადამიანისთვის აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება, ამბობდა ის. ანალიტიკური აზროვნება თავისთავად ცხადია დაფუძნებულია განათლების სწორ გაგებას. აი თქვენ ბრძანეთ თქვენს შესავალ სიტყვაში ის ძალიან ხშირად საუბრობდა რწმენისა და ცოდნის სინთეზზე. მოგეხსენება თქვენ 1977 წელი, როდესაც ის აღსაყრა და იქამდეც მისი მღვდელმთავრობის პერიოდი იყო საბჭოთა რეჟიმის ხანა, რომელიც ცალსახად ებრძოდა არათუ საღვთისმეტყველო განათლებას, მთლიანად ეკლესიას, ფაქტობრივად ცნობილია, რომ როდესაც მისი უწმინდესობა აღსაყრდა 1977 წელს 50-მდე ეკლესია იყო სულ და აქ საუბარი არ იყო სასულიერო განათლებაზე და მისი უწმინდესობის ძალიან დიდი ძალისხმევით დღეს არაერთი სასულიერო აკადემია არსებობს, სასემინარია საქართველოს მასშტაბით და აი სულ თქვათ აი რწმენისა და ცოდნის სინთეზზე მინდა მისი თქვათ შეხედულება გამოვყო. ის ყოველთვის თქვენ იცით რომ საბჭოთა ხანაში იყო ასეთი პროპაგანდა, რომ მეცნიერება უარყოფდა რელიგიას და რელიგია ესე მოიხსენიებდნენ ხშირად ოპიუმად მოიხსენიებდნენ რა საზოგადოების ოპიუმად, ესე პირდაპირ ცალსახად იყო ესეთი ტენდენცია და მისმა უწმინდესობამ ამ იდეოლოგიას დაუპირისპირა ჭეშმარიტი იდეოლოგია, რომელიც ასე გამოიხატებოდა, რომ არავითარ შემთხვევაში მეცნიერება რწმენას არ უარყოფს. ისინი ორივე ერთმანეთს ავსებს და არ არსებობს რწმენა მეცნიერების გარეშე და მეცნიერება ეს გახლავს სწორედ ცოდნისა და რწმენის სინთეზი. ერთხელ არა ხშირად ბრძანებდა, რომ განათლებული ადამიანი მეგობარია ღვთისა, ხოლო ან მორწმუნე და განათლებული, ხოლო თუ კი ადამიანი მხოლოდ მორწმუნეა და ნასწავლი არ არის, ის მონაა ღვთისა.
ხოლო ნასწავლი და თქვათ ასევე მორწმუნე არის მეგობარი. აი ამ კონცეფციას თუ შეიძლება მან ააგო თავისი რაც შეეხება სასულიერო განათლებას, ვიცით რომ პატრიარქმა ახალ სიმაღლეზე აიყვანა საღვთისმეტყველო განათლება საქართველოში და იმ დროს, როდესაც წარმოუდგენელად მიაჩნდა ძალიან ბევრს და უმრავლესობას, მან დააფუძნა თბილისის სასულიერო აკადემია. თუმცა მანამდე ვისაუბროთ იმ პერიოდზეც, როდესაც პატრიარქი ჯერ კიდევ მღვდელმთავრობის პერიოდში მცხეთის სემინარიის რექტორად დანიშნა ეფრემ მეორე, პატრიარქმა ეფრემ მეორე. ეფრემ მეორე სწორად აღნიშნეთ ეფრემ მეორის დროს მისი უწმიდესობა ბრძანდებოდა ჯერ შემოქმედელი, შემდგომ ბათუმ შემოქმედელი და შემდგომ ცხმუხაზის მიტროპოლიტი და სწორედ მისი მღვდელმთავრობის ხანაში ჯერ სანამ სემინარია დაფუძნდებოდა 1963 წელს გაიხსნა საღვთისმეტყველო კურსები მცხეთაში. ეს ძალიან ესეთი უნიკალური მოვლენა გახლდათ მაშინ საღვთის როგორც უკვე მოგახსენეთ არათუ სასულიერო და საღვთისმეტყველო განათლება არამედ ზოგადად ეკლესიებიც კი არ იყო მით უმეტეს ქართულენო რაც იყო იქაც კი ნაწილად ძალიან რთული პერიოდი ძალიან დიდ ნაწილში რუსულ ენაზე მიდიოდა მსახურებოდა და თავისუფლად ეს ძალიან რთული იყო მაგრამ მოხერხდა და 1965 წელს ეს კურსი პირველ ეს კურსები გადაკეთა სასულიერო სემინარიად და ცნობილია რომ პირველად ამ საღვთისმეტყველო კურსებზე 4 ადამიანი მიიღეს 4 ადამიანი ჩაიწერეს ეს ისტორიული მოვლენა გახლდათ ახლა მაშინ წარმოიდგინეთ ეს ათეიზმის ხანა როდესაც მაშინდელი პირდაპირ სახელმწიფო მანქანა პროპაგანდა იყო იმასთან დაკავშირებით რომ ათეიზმია მთავარი იდეოლოგია უნდა ყოფილიყო და ამ დროს მისი უწმიდესობის ძალისხმევა მიმართული ეკეთკენ რომ არა ათეიზმი არამედ თეიზმი უნდა ანუ ქრისტიანობა ღმერთის შესახებ არსებული ცოდნა უნდა გაიცნოს საზოგადოებამ აი მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი ტელემაყურებლის ყურადღება მივაქციო მის უწმიდესობას ნათქვამით საქმს ძალიან ხშირად მათ შორის ჩვენთან სასულიერო აკადემიაში რომ ეს იყო ეპოქა როდესაც თვითონ პატრიარქი ადამიანებს პირჯვის გადაწერას ასწავლიდა აქ რა საღვთისმეტყველო განათლებაზე არა პირჯვარი როგორ უნდა გადაიწერო რომ აი ქალბატონი რომ ტაძარში შედის თავდაბული რომ უნდა იყოს აი ასეთ პრიმიტიულ რაღაცებს თავად პატრიარქი ასწავლიდა სიონში ხოლმე და რა თქმა უნდა ამის ფონზე აი ამ კურსების დაარსება ძალიან დიდი მოვლენა გახლდათ ამის შემდგომ უკვე 1988 წელს დაარსდა მოგეხსენება თქვენ თბილისის სასულიერო აკადემია. აი ამ აკადემიის დაარსებასაც თავისი ისტორიული პერიპეტიები უძღოდა წინ. ეს იყო საკმაოდ ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაა მოგეხსენებათ და ძალიან მიუღებელი იყო მაშინდელი სახელმწიფოსთვის სასულიერო აკადემიის დაარსება. თუმცა უნდა ითქვას ის რომ მაგალითად სომხეთის ეკლესიას ჰქონდა სასულიერო აკადემია, რუსეთის ეკლესიასაც ჰქონდა, საქართველოში სასულიერო აკადემია და რა თქმა უნდა თბილისსაც უნდა ქონოდა სასულიერო აკადემია და ამას ძალიან დიდ ძალისხმევას დებდა ამაში მისი უწმიდესობა. თუმცა სკეპტიკურად უყურებდნენ მის ამ გადაწყვეტილებას და ამ იდეას. ცინიკურადაც კი. ნუ არასერიოზულად აღიქვეს უწმიდესის თვითონ პატრიარქს აქვს ეს მონაყოლი მათ შორის ჩვენთან აკადემიაშიც და ასეთი სიტუაცია შეიქმნა რომ მისი უწმიდესობა როდესაც ეუბნებოდა ასე ვთქვათ ცენტრალურ მოსკოვის ხელისუფლებას რომ მას სურდა აკადემიის გახსნა მოსკოვის ხელისუფლება ეუბნებოდა რომ ჩვენ თანახმოვართ მაგრამ თბილისის ადგილობრივი ხელისუფლებაა უარზე და როდესაც თბილისს ეუბნებოდა ისინი პირიქით ამბობდნენ რომ მოსკოვის ხელისუფლებაა უარზე და მაშინ აი ანუ პირდაპირ უარსაც ვერ ეუბნებოდნენ ესე გამო კი ბატონო მისი დიდი ავტორიტეტის გამო და მაშინ აი პატრიარქთან რა თქმა უნდა კურთხევით და შეთანხმებით ძალიან მაშინ დიდი თუ შეიძლება ასე ვთქვათ გმირობა გამოიჩინა მაშინდელმა ესე იგი რელიგიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ იყო ასეთი ციკლაური იყო გვარად და მან ესე იგი მოსკოვის ხელისუფლებას უთხრა რომ თბილისის ხელისუფლება თანახმარი ხოლო თბილისის ხელისუფლებას უთხრა რომ მოსკოვის ხელისუფლება თანახმა და აი ასე გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია 1988 წელს იმ შენობაში სადაც დღესაც ფუნქციონირებს სასულიერო აკადემია სიონის საკათედრო ტაძრის და ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა. რა თქმა უნდა და დიდი რეზონანსი ჰქონდა. ძალიან დიდი მოვლენა გახლდათ.
ამ ესე იგი გახსნა ჯერ კიდევ 1987 წელს მისმა უწმინდესობამ წმინდა სინოდის ხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებდა გახსნილიყო თბილისის სასულიერო აკადემია და ეს ერთი წელი მან ანუ 88 წლამდე გამოაცხადა მოსამზადებელ პერიოდ მოგეხსენებათ ამას ძალიან დიდი მზადყოფ სჭირდებოდა. შემოიკრიბა მოწინავე წარმომადგენლები მეცნიერების. დიახ, ამას ბრძანებს რომ მან მოიწვია სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ძალიან ცნობილი ესე იგი პროფესორ-მასწავლებლები ქალბატონი მარიამ ლორდ-კიფანიძე მაგალითად ბატონი სერგო ბარდოსინი რომელიც დღესაც ხელმძღვანელობს ისტორიის კათედრას ჩვენთან ბატონი ზაზა სხიტლაძე და ასე შემდეგ ძალიან ბატონი გრიվել ფარულავა განსვენებული ძალიან თუ შეიძლება ითქვას რომ მაშინდელი ინტელიგენციის რჩეული ნაწილი მაშინ მის მოუწმიდესობამ მოიწვია სასულიერო აკადემიაში და ამ ბაზაზე და რა თქმა უნდა საღვთისმეტყველო საგნებს კითხულობდნენ სასულიერო პირები და ცნობილია მისი უწმიდესობის სიტყვა ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოსთქვა მან 1988 წელს როდესაც გაიხსნა სასულიერო აკადემია მან გააკეთა აქცენტი იმასთან დაკავშირებით რომ ეს იყო ისტორიული მოვლენა მან ბრძანა რომ თბილისის სასულიერო აკადემია მემკვიდრეა გელათის შემდგომ თქვათ იყალთოს აკადემიებისა გრემის აკადემიისა და მან ბრძანა რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია სასულიერო აკადემიას, რომელსაც ასევე შეუერთდა მცხეთაში არსებული სემინარიაც. ერთ თქვათ შენობაში მოთავსდა ეს ორი ინსტიტუცია და ასევე მის მოუწმიდესობამ ამ სიტყვაში ბრძანა რომ ამ აკადემიამ უნდა აღზარდოს სასულიერო პირები ჭეშმარიტი რწმენისა და ცოდნის, ასე ვთქვათ, რწმენითა და ცოდნით. ანუ ეს გეზი დაუსახა აკადემიას. ეს გეზი დაუსახა თავიდანვე ეს გეზი დაუსახა და უშუალოდ მისი პატრონაჟის ქვეშ და კურთხევის ქვეშ მოხდა ეს მისი პირველი რექტორი გახდათ აწუყე ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი და რექტორი და შემდგომ ხვალდაშვილი მის თქვენ იცით რომ მის უწმიდესობას იმდენად უყვარდა ორჯერ იყო რექტორი თბილისის სასულიერო აკადემიის სემინარიის უშუალოდ თავად იყო რექტორი დიახ და თქვენ სწავლობდით სწორედ იმ პერიოდში სტუდენტობა მოგიწიათ აი ესეც მინდოდა მეკითხა როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს როდესაც პატრიარქი ბრძანდებოდა რექტორი საოცარი პერიოდი იყო იცით აი ხშირად როდესაც მისი უწმიდესობა გარდაიცვალა და მირეკავდნენ ზუსტად აი ჩემი მეგობრები მთავობისა თქვა აი როდესაც ჩვენ სტუდენტები ვიყავით მაშინ და ეს არის ყველას ესეთი ტკბილად გვახსენდება ეს პერიოდი იმიტომ რომ ეს იყო პერიოდი როდესაც ჩვენ მის უწმიდესობასთან გქონდა ყოველდღიური შეხება ანუ არა მარტო შაბათს აპარასკევს შაბათ-კვირას ხმაში საემბარი იყო აშენებული და სიონში წიროდა და იქ ვიდექით ლოცვაზე წირვაზეც გამორიცხული იყო რომ მის უწმიდესობას წირვალოსვა გაეცემა თუ საქართველოში იყო ეს უბრალოდ გამორიცხული იყო არც ლოცვას არა და დანარჩენ ასე თქვათ დღეებში სამუშაო დღეებში მობრძანდებოდა ყოველთვის 9 საათზე ასევე დაგვიანებას გამორიცხული იყო ყოველთვის 9 საათზე მობრძანდებოდა ხოლმე ერთხელ ბასოს საპატრიარქოში დედებმა ვითხრეს რომ აი როდესაც ესე იგი მოდის აკადემიაში განსაკუთრებულად ემზადებაო და აი განსაკუთრებული ახლა სიხარულით მოემართებაო და მოდიოდა და ქონდა ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები ძალიან საინტერესო გახდა და იმისი უწმიდესობა ბრძანებდა რაიმე თემას აი მაგალითად იტყოდა სიყვარული პატრიოტიზმი მეგობრობა შემდგომ თავად საუბრობდა ამ საკითხებზე და ამ საკითხებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე ჩვენ გვასაუბრა ანუ გვეტყოდა რომ ეხა ამ თემაზე თქვენ იფიქრეთ და ხვალ თქვენ დაიწყეთ და მეორე დღეს ჩვენ მოვდიოდით და უკვე ჩვენ რამდენიმე ხა იქ ყველა რა თქმა უნდა ამის საშუალება არ იყო, მაგრამ რამდენიმე სტუდენტი, თქვათ 2-3 სტუდენტი ყოველთვის კითხულობდა თემას. მეც არაერთხელ წამიკითხავს პირადად მის უწმიდესობასთან ასეს თემები და ეს იყო საოცარი სიხარული. მე ყოველთვის მქონდა ხოლმე ტრაპეზი აუცილებლად აი ამ შეხვედრების შემდეგ აი ეს აკადემიის ფოიეში 3 დიდი მაგი დაიშლებოდა ხოლმე და რაღაცა ესეთი მისი უწმიდესობის ყველაზე აი მისი დიდებულება ჩანდა მის უბრალოებაში ყველაზე მეტად. აი დიდებულება ჩანს ყოველთვის უბრალოებაში და ის ყოველთვის გვისმენდა ჩვენ ყოველთვის გვეუბნებოდა რომ არასოდეს კრიტიკულ აზროვნებას არ მივცემოდით რომ ყოველთვის მოგვესმინა თუნდაც რადიკალური ყოფილიყო ჩვენთვის ის აზრი ამ თვითონაც და რასაც ამბობდა ამის მაგალითს პირველ რიგში თვითონ ვიძლეოდა
მახსოვს, როდესაც აღდგომა ანშობა ახლოვდებოდა, ხოლმე მობრძანდებოდა და ჩვენ გვეკითხებოდა რაზე გაემახვილებინა ყურადღება სააღდგომო თუ საშუბო ეპისტოლეებში. ეს ალბათ გიკვირდათ, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან გვიკვირდა. ამავდროულად გვიხაროდა თავის ცხადია და აი ასეთი პიროვნება გახლავთ და ესე იგი ამ ხა იმ ეპოქა იმ დროს ეს წლები ძალიან ესე მძიმე წლები იყო იმ კუთხით რომ რაღაცა ესეთი მასირებული შეტევა წამოვიდა მაშინ ეკლესიაზე და აი ხოთაშორის პატრიარქი არც აპირებდა რექტორატ მაგრამ თვითონ აი მაშინდელმა ლექტორატმა და სთხოვა რომ თავად ყოფილი ადმინისტრაციამ სთხოვა რომ თავად ჩადგომოდა სათავეში და მართლაც აი რაღაცა საკუთარი შვილივით საკუთარ კალთაში შეიფარა აკადემია და ამავდროულად გვაჩუქა უბედნიერესი წლები რომელსაც აი ის თაობა დღესაც დიდი სიამაყე და სიხარულით ვიცი. აი მამაკი როდესაც თემას გაძლევდათ ხოლმე და ბუნებრივად თქვენ ამზადებდით შემდგომ ამ თემას. აი ყოფილა შემთხვევა რომ თქვა ან შენიშვნა მოუწიან რაღაც უკითხავს თქვა აი რაღაც არ მოწონებიან პირიქით ძალიან შეუქიხართ ან თქვენ პირადად ან თუ გახსოვთ რამე ესეთი განსაკუთრებული შემთხვევა. როგორ არა ნუ არასოდეს მე არ მახსოვს მის სიცოცხლეს ვინმესთვის მიეცა ვთქვათ ან შენიშვნა ან თუ ამას ბრძანებდა ყოველთვის სიყვარული ბრძანებდა და რაღაც აი არა ესე პირდაპირ და ეს ეხა ამას ყველა აღნიშნავს არა მარტო ამ სფეროში ვთქვათ არა ამ მიმართულებით უდიდეს შინაგანი კულტურა ნამდვილად რომ აი მე ერთ მაგალითს გავიხსენებ რა ხომ მკითხეთ მაშინ როგორ აი პირველად როგორ შაბეშლება მოახდინა ჩემზე მის უწმიდესობას და შეხვედრად მე მაშინ პირველი კურსის სტუდენტი გახდით, როცა უწმიდესი მობრძანდა რექტორად, არა მეორე კურსზე გადავედი პროფესორად და მან მოგცა თემა ქართული ენის შესახებ. დიახ. მან ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და მე გვითხრა, აი თქვენ ახლა იფიქრეთ, მე მეორე ხვალ მოვალ და მოგისმენთ. ნუ მეორე დღე იმ დღე ლამის გავათენე, დავწერე თემა და მეორე დღეს გავედი და წავეკითხე. ეს იყო ჩემი ასე პირველი უშუალო შეხება მის უწმიდესობას. როდესაც თქვენმა წარგედგინათ, ესე იგი თქვენი ნამუშევარი და თქვენთან. წავეკითხე ეს თემა და იქ ასეთი პასაჟი მქონდა, ერთ-ერთი პასაჟია, რომ აი იოანეს დეექვთიმეს ცხოვრებაში არის ასე ყველა ცნობილია ახლა ეს რომ ექვთიმეათონელს ავიწყდება ქართული ენა და ეცხადება მას მე ესე იგი ღვთისმშობელი და ასე წერია ასე ყვება ექვთიმე რომ ქართული თენითა მრქვამე ღვთისმშობელმა რა იგელმის ექვთიმე ანუ რა მოუკვდები ღვთისმშობელი ნუგეშინი და მოკლედ ღვთისმშობელი განკურნას ექვთიმეს და მე ვთქვი რომ აი აქ წერილობით წყაროებში მეთქი არსად ფიქსირდება ქართულ ენაზე მეტყველი ღვთისმშობელი გარდამოცემით კი ვიცით მაგრამ წერილობით წყაროებში არსად ფიქსირდება მეთქი და მახსოვს მისი უწმიდესობა მისმენდა და როცა დავამთავრე მან ასეთი რამ თქვა რომ აი ჩვენ ამაზეო ანუ ქართულად მეტყველო ღვთისმშობელზე არასოდეს გვიფიქრია იქამდეო და ნუ ეხლა ეს ჩემთვის იმდენად დიდი სტიმული იყო და იმდენად დიდი სიხარული იყო მახსოვს ქალბატონი დოდოღლონტი ახლა ჩვენთან ასწავლის მოვიდა და ხედა უწმიდესობა შეზე რა თქმა უნდა და ეს რაღაც საოცარ ეს აი მარტო ჩემს მართებაში არ იყო ასე იყო ის ანუ ყოველთვის გამოყოფდა და ყოველთვის სტიმულს აძლევდა სტუდენტებს რომ მათ კიდევ უფრო მეტი გაეკეთებინა კიდევ უფრო მეტი ემუშავად აი სამება როცა იხსნებოდა ის ერთი კვირა მოგეხსენებათ რაღაცა ესე დაჩქარდა იმიტომ რომ 23 ნოემბერს უნდა გახსნილიყო 2004 წლის სამება და მან ბოლო ერთი კვირა მოხსნა სწავლა და ჩვენ ერთი კვირა დავდიოდით საამბაში და უშუალოდ ვიყავით ერთი კვირა და 10 დღეს და არ მახსოვს ჩამული საორგანიზაციო საკითხებში მოწესრიგებაში მუშაობდით იქ ყველა სტუდენტი აბსოლუტურად ყოველ დღე ამოდიოდა მისი უწმიდესობა ჩვენთან ანუ აკადემიაში ხო აღარ ვიყავით იქ ყოველ დღე ამოდიოდა და მოხონდა რაღაცა გვესაუბრებოდა მე რაღაცა შეაჯამებდა შემდგომ რაღაცა ყოველთვის გვიმასპინძლებოდა ხოლმე ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ააგრძელებს პატრიარქის იმ გეზს რაც პატრიარქმა დაუსახა და ერთგულია ამ გეზის მამა გიორგი ჩვენ უფრო მეტად ვისაუბრეთ დღეს სასულიერო განათლებაზე და საღვთისმეტყველო განათლებაზე და ვიცით რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ასევე ძალიან დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდა საერო განათლებას და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა. ისიც ვიცით, რომ ის დაფინანსება, რაც აქვს საქართველოს საპატრიარქოს, უმეტესწილად სწორედ განათლებისკენ არის მიმართული და განათლებაზე იხარჯება. არსებობს საერო უნივერსიტეტები, საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული, თუნდაც წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ასევე ბელა ბუსერიძის უნივერსიტეტი, მაღალმთიან აჭარაში და ასევე სხვა უნივერსიტეტების სასწავლებლები და ამ კუთხითაც რომ ვისაუბროთ პატრიარქის უდიდეს როლზე და სხვათა შორის ბატონი ავთანდილ არაბული აკადემიკოსი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი და მან აღნიშნა და ეს ცნობილი ფაქტია რომ პატრიარქი ასევე ყოველთვის გვერდში ედგა განათლებას იქ სადაც უჭირდა, მათ შორის, როდესაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას გაუჭირდა და ვიცით ეს ცნობილი ფაქტი არის. კი ბატონო, ნამდვილად მისი უწმინდესობა აი მე ბატონო მავთანი მრავზანა სხვა მას პირდაპირ მითხრა ერთ-ერთმა აკადემიკოსმა რომ აი დღეს რო არსებობს ეს აკადემია მეცნიერებათა არის პატრიარქის დამსახურება და მართლაც პატრიარქი ყველგან იყო იქ სადაც განათლება სჭირდებოდა. აი ჩვენ თქვით რომ თქვენ ბრძანეთ რომ არაერთი უშუალოდ ეკლესიის სიახში არაერთი საერო უნივერსიტეტიც იგივე ანდრია პირველწოდებული სახელობის უნივერსიტეტი თქვათ აი თქვენ რა ბრძანეთ ყველა ბუსერიძის თქვათ იქეთ ფოჩიც არის და გარდა ამისა სასულიერო სასწავლებლები მარტო თბილისში არ არის მოგეხსენებათ არის გელათის მან მის ინიციატივით აღდგა სწორედ გელათის სასულიერო აკადემია, ასევე გელათის მეცნიერებათა აკადემიას მისი უშუალო ინიციატივით, ჩართულობითა და კურთხევით აღდგა. ჩვენ გვაქვს სემინარია ასევე ბათუმში, თქვა და ასე ახალციხეში, თქვა და ასე შემდეგ. ანუ ვიცით ეს ხენაყოფით ისტოპა ხო სახარების ოლჭეშმარდება. რითი დაიწყო პატრიარქმა, უბრალოდ როცა პატრიარქი მობრძანდა რა დახვდა მას და რა დატოვა მან 59 წლის შემდეგ. აი რომ შევადაროთ ის წლები, როდესაც პატრიარქი პირჯვის გადაწერას ასწავლიდა ხალხს და ეს პერიოდი, როდესაც უკვე საღვთისმეტყველო განათლება, რა თქმა უნდა, აგრძელებს და განსაკუთრებით თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია აგრძელებს იმ გეზს, რაც მას პატრიარქმა დაუსახა და ეს გეზი ჯერ კიდევ თვითონ მისი უწმიდესობა ბრძანებდა, რომ დასახულია ჯერ კიდევ ადრე ქრისტიანულ ხანაში, როდესაც ანუ ჩვენი სასულიერო აკადემიები და მათ შორის თბილისის სასულიერო აკადემია განსაკუთრებულად, რომელიც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა გახლავთ, არის გამგზელებელი იმ საღვთისმეტყველო ტრადიციისა, რაც საქართველოში სამონასტრო სივრცეში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს ვზარებს, ძალიან მაღალ დონეზე იყო, რომელიც დავასახელოთ, ხო პეტრიწონი იქნება ეს თუ ათონის ივერთა მონასტერი განსაკუთრებულად, გრიგოლ ხანძთელის ეპოქა ვთქვა და ასე შემდეგ. და დღევანდელი რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ძალიან დიდად ზრუნავს და სულ ძალიან ესეთი განსაკუთრებულ წარმატებას მისი უწმინდესობის კურთხევით, რა თქმა უნდა და თავოსნობით განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სწორედ დღევანდელ დღეს და აღწევს და დარწმუნებულია კიდევ ბევრს მიაღწევს მომავალში. უღრმესი მადლობა მამა გიორგი საინტერესო საუბრისთვის. სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე საუბრობდა სტუდიაში. ახლა ლოცვის დროა, ერთად მოვისმინოთ 29 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ამოჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა
არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს აყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ცხედა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას დილამშვიდობისა ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ შემოგვიერთდა მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე. ქეთევანთან ერთად ვისაუბრებთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის შესახებ. ქეთევან, დილამშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. პატრიარქს ეძღვნება ბუნებრივია ჩვენი გადაცემები. პირველ რიგში მინდა რომ მოგისამძიმროთ ეს დიდი დანაკლისი, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის უდიდესი გულისტკივილი და დანაკლისი და ვიცით რომ თქვენ გქონდათ მასთან შეხვედრების ბედნიერება და სწორედ აი ამაზე გვინდა ვისაუბროთ, გავიხსენოთ პატრიარქი და თქვენი ის მოგონებები, ის შეხვედრები, რაც მასთან გაკავშირებთ. პირველ რიგში აი ტიხარი ვნახეთ, სანამ ეთერში შემოვიდოდით და ნახეთ რომ აი საოცარი სულიერი ერთობა იყო გლოვასთან ერთად ეს იყო რაღაცა დიდი ერთობის დღეები როგორც გადმოსცა BBC-მ 40% მივიდა პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად საქართველოს მოსახლეობის რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა და ეს არის 2 მილიონამდე ადამიანი დაახლოებით არ წყდებოდა ადამიანების რიგი არ წყდებოდა რიგი და ეს რიგი ადამიანები იდგნენ სადღაც 12 საათი იმისთვის რომ უბრალოდ უწმინდესისთვის მადლობა ეთქვათ და დამშვიდობებოდნენ პატრიარქს. აი თქვენ ამ დროს იყავით უცხოეთში და როგორ ჩანდა ეს ყველაფერი უცხოეთიდან? საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იყო საქართველო. დილამშვიდობისა, მეც ვიზიარებ სრულიად საქართველოს და მთელი საქრისტიანოს და არა მარტო საქრისტიანოს, იმიტომ რომ სწორედ ამ დღებმა აჩვენეს, რომ სხვა რელიგიები როგორი დიდი გულშემატკივრები ყოფილან ჩვენი პატრიარქის და ჩვენი რელიგიის, ყველას წუხარებას, რომელიც იმ ადამიანის წუხარებას, რომელიც ჩვენს პატრიარქს პატივს სცემდა და მისთვის ეს ადამიანი იყო მნიშვნელოვანი ფიგურა.
ნამდვილად მე ვიმყოფებოდი უცხოეთში. ისე მოხდა რომ ერთი დღე პირველი დღე როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა ჯერ კიდევ ვიყავი ბარსელონაში, სადაც არსებობს ძალიან დიდი ქართული სამრევლო, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, რომლის წინამძღვარი არის მამა ლუკა ფალავანდიშვილი და სწორედ მან ჩაატარა პარაკლისი პანაშვიდი პატრიარქის სულის მოსახსენებელი და მე ჩემს ოჯახთან ერთად დავესწარი ამ პანაშვიდს, რადგან ჩვენ არ შეგვეძლო იმ მომენტში აი მივიღო მონაწილეობა აი ამ დიდ ნამდვილად ეროვნულ რაღაც სულა ეს არ იყო რაღაც ჩვეულებრივი პანაშვიდი, ეს იყო რაღაც ეროვნული დიდი სულა და დამშვიდობება სულიერ მამასთან. და შემდეგ უკვე მადრიდში მომიწია მე წასვლა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და იქიდან უკვე ვუყურებდი ამ ყველაფერს და ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ამაღელვებელი და რა ვიცი, აი ჩემ შვილებთან ერთად როცა ვუყურებდი, ვეუბნებდი რომ აი ეს არის საქართველო, ესეთი ერთობა, ესეთი სიყვარული, ესეთი რწმენა, ესეთი სულა ტაძრისკენ, სულიერი რაღაცნაირი ერთიანობა, რაც ამ დღეებში მქონდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ერთი დღე და რამოდენიმე დღე გვაქვს, ესე იგი ესეთი სულიერი ერთიანობა და ესეთი რაღაცნაირი გაერთიანება სიყვარულით ჩვენ გვახასიათებს და ეს არ არის რაღაც ერთჯერადი მოვლენა. და სამძიმრები საქართველოს მიიღო საქართველოს ეკლესიამ და ასევე სახელმწიფომ მთელი მსოფლიოდან და ასევე ხელოვანები იღებდით სამძიმრებს თქვენი კოლეგებისგან. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ვინც კი საქართველოში ნამყოფი არის, ყველა შეხვედრილი იყო ჯერ ესეთიც პატრიარქთან და ყველას აი ყოველთვის უდიდესი სიყვარულით მოიხსენიებდნენ. აი მეუბნებოდნენ ის წმინდა კაცია, ეს ადამიანებმა ჩემთ რელიგიასთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ, მაინც აი აღიქვავდნენ ჩვენი პატრიარქის ამ რაღაც ღვთიურ ძალიან დიდ ძალას და აი მე ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე გადაკვეთა მონსერატ კაბალიეს ოჯახთან, რომელიც ქალბატონი მონსერატი თვითონ იყო საქართველოს პატრიარქთან და ცნობილი კადრები არის და სულ ეს ძმა, რომელიც ჩვენ ხშირად გვიწევს ხოლმე კონკურსში ერთად ჯდომე ჟიურიში, ყოველთვის იხსენიებს ხოლმე, რომ მონსერატზეო ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვაო და სულ მეკითხება ხოლმე როგორ არის პატრიარქი და ნამდვილად, ვისაც კი უნახავს ჩვენი პატრიარქი, ვისაც კი შეხვედრია ყოველს რაღაცნაირად ყველას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აქვს დღემდე. დიახ, ქეთევან, ვისაუბროთ ახლა თქვენს ურთიერთობაზე პატრიარქთან და როგორც ვიცით, თქვენ ხართ ერთ-ერთი პირველი გამოშვება თბილისის სასულიერო გიმნაზიისა, ეს იყო წმინდა ილია მართლის პატრიარქის მიერ დაფუძნებული და ჩვენ ვსაუბრობდით სხვათა შორის პირველ ნაწილში იმაზე, რომ პატრიარქი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას და პირველი შეხვედრა სწორედ აი ამ ასაკში მოხდა, ხო? დაწყებით კლასში. დიახ, მე-6 კლასში ვიყავი, როდესაც გაიხსნა ეს გიმნაზია. ზურაბუაძე იყო რექტორი, ეს არის პირველი გიმნაზია არის საპატრიარქოსთან არსებული და მახსოვს რომ დედას მეგობარმა უთხრა რომ გაიხსნა ესეთი გიმნაზია და ყველანი ძალიან დიდი სიამოვნებით გადავედი, იმის დავიხოთ რომ მეგონა რომ ძალიან მომწონდა ჩემი სკოლა, რაღაცნაირად ეს იდეა რომ იყო საპატრიარქოსთან არსებული მართლის, ეს რაღაცნაირად იმ დროს ძალიან ჩემთვის სიახლე იყო და საინტერესო და როგორც ჩანს ეს სულიერი რაღაც ძიებები უკვე ძალიან ძლიერად იყო ჩემთვის იმის დავიხოთ რომ ჯერ სულ რაღაც 10-11 წლის ვიყავი და მახსოვს რომ ესე იგი როდესაც კურთხევა მოხდა გიმნაზიის ალბათ პირველად მაშინ ვნახე მე პატრიარქი და ალბათ მანამდე სიონშიც გეყოლებოდათ იცით არ ვიცი არ მახსოვს ესე კონკრეტულად ალბათ ნანახი მყავდა ნამდვილად ჩვენ დაახლოებით ერთი თაობა ვართ და აი ორშაბათობით ქონდა ხოლმე პატრიარქს ბავშვებისთვის პარაკლისი ანუ ყოველი დღე მაგალითად ხუთშაბათს ინტელიგენციას ხვდებოდა ორშაბათობით ბავშვებისთვის პარაკლისები ტარდებოდა და აი მე მახსენდება ხა ბოდიში რომ რაღაცა ჩაკეჭერი საჩუქრებს გვირიგებდა ხოლმე და დღემდე მაქვს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი თოჯინა ანუ ყველაფერზე ზრუნავდა ბავშვზე დიდზე ახალგაზრდაზე და ეს ხდებოდა აი პირველივე დღიდან მისი აღსაყრელი ასე იყო და ალბათ პირველი შეხვედრა მაშინ იყო, მაგრამ მერე მხვდა ძალიან დიდი ბედნიერება უკვე სტუდენტობის პერიოდიდან, როდესაც აი ყოველ მის დაბადების დღეს, აღსაყდრების დღეს, შობას, ძველი და ახალ წელს მქონდა ხოლმე ბედნიერება, მემღერა ხოლმე საპატრიარქოში, აი კადრებიც არის, ეს უკვე მოგვიანებით, მაგრამ
მაგრამ აი ძალიან პატარა 16-17 წლისა უკვე მივდიოდი ხოლმე და მღეროდი და ეს რაღაცნაირად ძალიან დიდი ბედნიერება იყო, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ეს ყველა კონკურსი და ყველა წარმატება რაც კი ჩემს ცხოვრებაში ყოფილა, ეს რაღაცნაირად პატრიარქის ხელდასმით და კურთხევით იყო, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცნაირად მინდოდა ხოლმე რომ ეს თანხმედრა ყოფილიყო და მე რაღაცა ეს გაძლიერებული და დალოცვილი უკვე სხვანაირი შედეგები მოდიოდა ხოლმე ნამდვილად ამ კონკურსებზეც და ყველაფრიზე და ქეთ ძალიან ბევრი ხელოვანი აღნიშნავს სწორედ ამას რომ პატრიარქის დალოცვამ მასთან შეხვედრამ განსაზღვრა დიდწილად წარმატება მათი და ნუ აი გიორგი ლომისელი ყავდა რამდენიმე დღის წინ მანაც ისაუბრა ეხლა თქვენ საუბრობთ და ზოგადად ახალგაზრდა ხელოვანებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს ძალიან მხარს უჭერდა პატრიარქი და ამხნევებდა საოცარი სტიმულს აძლევდა ეს ამბავი, იმიტომ რომ იცით რა არის მე აღარც მახსოვს როგორ აღმოჩნდი, მაგრამ ეს უკვე ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო დღემდეც, აი დღეწელს 4 იანვარს მქონდა სპექტაკლი კარმენ ზღეროდი რეალში და მახსოვს დილით რომ გავიღვიძე, პირველი აზრი რაც მქონდა რომ ალბათ საპატრიარქოში უნდა წავიდე ვიმღერო მეტი. აი ეხლაც კი ყოველთვის ეს პირველი ის რაც მაქვს ხოლმე 25 დეკემბერს ან 4-ში საპატრიარქოში ხარ ვარ წასასვლელი სამხრეთ, იმიტომ ის იყო ჩემთვის როგორც წლის მოვლენა ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ვემზადებოდი და იცით იმის გარდა რომ ამას ჰქონდა ძალიან დიდი სულიერი დატვირთვა რომ შენი ერის სულიერი მამა გაკურთხებს და გილოცავს გზას ეს წარმოიდგინეთ პატრიარქის ეხა თავისთავად ალბათ ეს მაშინ მე არ მესმოდა მაგრამ პატრიარქის ალბათ განზრახვა ისიც იყოს რომ ჩვენ გამოვსულიყავით კიდევ ერთი საშუალება ქონდა რომ ხალხის წინაშე გამოვსულიყავით იცით ეს ყოველ გამოსვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და წარმოიდგინეთ როდესაც გამოდიხარ პატრიარქთან ესე ახლოს როცა ამდენი სამღვდელოება საპატრიარქოში ეს ახალი გამოცდილებაც არის პროფესიულადაც კი საინტერესო მომენტია და თან პატრიარქი თვითონ დიდი კომპოზიტორი და თვითონ წერს მუსიკას და როგორ ესმოდა ხო პატრიარქს და ძალიან ხშირად ვღეროდი ხოლმე დედა უხთისას ეს თაქთაქიშვილის ნაწარმოები არის რომელიც არის გალაქტიონ ტაბიძის ლექსზე სილაჟვარდი ანუ ვარდის სილაში და ძალიან უყვარდა ხოლმე ეს ნაწარმოებები და მე ძალიან მიყვარს და როდესაც გარდაიცვალა ზუსტად ეს დღე იყო გალაქტიონის გარდაცვალების დღე და რაღაცნაირად რომელსაც მან აუგო წესი. დიახ, აუგო წესი. და ჩემთვის რაღაც ესეც ძალიან ისეთი იყო მნიშვნელოვანი და აი არათუ საპატრიარქოში მქონდა ბედნიერება სიმღერის როდესაც ახლა უკვე პატრიარქი გარდაიცვალა რაღაცნაირად ჩემ არქივებს გადავხედე და იმის დაახლოებით ძალიან ბევრი ვიდეო მქონდა მასთან ერთად საპატრიარქოში აღმოჩნდა რომ მქონდა ნამღერი მსოფლიო პატრიარქთან ერთისთვისაც როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოში ჩვენთან იყო სტუმრად და იცით რა არის აი ეს ყველაფერი ახალგაზრდა ხელოვანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო ეს ჩემთვის და ძალიან დიდი სტიმული. აქედან გამომდინარე ეს ფაქტი რომ პატრიარქი ზრუნავდა ახალგაზრდებს და ზრუნავდა ხელოვანებს ეს ძალიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც უსმენ ხოლმე იგივეს ამბობენ მეცნიერები, იგივეს ამბობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი და აღმოჩნდა რომ ყველას ყავს რაღაცნაირი თავისი წილი პატრიარქი რომელმაც გაუხსნა გზა, დაულოცა გზა და რაღაცნაირად ეს როგორ გითხრათ იმის დამხეთ რომ ეს იყო სულიერი მამა ყველას რაღაცნაირად ჩვენი პირადი სულიერი მამაც იყო ეს როგორ გითხრათ ნამდვილად კი კეთი ასევე თქვენ შეასრულეთ პატრიარქის დაწერილი კირიე ელეისონ ხო ეს სამებაში დიახ სამების გუნდთან ერთად ესეც რომ სამების საპატრიარქო გუნდთან ერთად ესეც რომ გაიხსენოთ დიახ ერთ-ერთი ჩამოსული პასუხისმგებლობა იყო როდესაც უწმინდეს ის დაწერილ საგალობლოს ნამდვილად ის ფაქტიც რომ აი ყველა მომღერალი ვინც კი რაღაცნაირად შეხება ქონდა პატრიარქთან ავასრულებდით ხოლმე ამას წირვის განმავლობაში ესე ძალიან მნიშვნელოვანია ხომ ეს იყო ერთ-ერთ ჩამოსვლაზე სიმონ ჯანგულაშვილმა მთხოვა რომ იყო სურვილი რომ მემღერა კირიე ელეისონი წირვაზე და შევასრულე მახსოვს და ჩემ შულთან ერთად მაშინ ლუკა ძალიან პატარა იყო ვიყავით წირვაზე და სიმონ ძალიან მოეწონა პატრიარქსო და წირვის მერეო თუ წამოხვიდოდიო საპატრიარქოში და ნუ მე და ლუკა ძალიან ბედნიერები რასაკვირველია წავედით და გვაქვს სამახსოვროდ ლუკას წმინდა ნიკოლოზის ხატი რომელიც პატრიარქმა
მაჩუკა და მე თამარის ჯვარი. პატრიარქმა ტრაპეზა მიგიწვიათ, ხო? დიახ და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც კი გაგვაჩნია ჩვენ ორივეს და ანას ძალიან გული დაწყდა რომ მე არაფერი არ მაქვსო და მე ვთხარი არავის მე გაჩუქებ მეთქი ჩემ ჯვარს მეთქი და ესე რო თქვა ორივე ჩემი შვილი რაღაცნაირად ძალიან ბედნიერია და ამაყირო ესე პატრიარქისგან აქვთ ორივე სამახსოვრო საჩუქარი და ასევე ძალიან წმინდა ნივთი ხატი და ჯვარი რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნებათ. კეთი და ბოლო შეხვედრა გამოვიდა მე მგონი 2 აგვისტო ხო ილიაობა ჯვრის მონასტერში სადაც გაიმართა ღონისძიება ყოველთვის აღინიშნებოდა ხოლმე განსაკუთრებულად ილიაობა ილია თესბიტელის დღე არის და ასევე წმინდა ილია მართლის ხსენება და პატრიარქის ანგელოზის დღე და აი გვაქვს ახლა კადრებიც თქვენ შეასრულეთ თამარ ლიჩელთან ერთად და ეს მოგონებაც აი ესეც რომ გაიხსენოთ რა შეგრძნება იყო რა ემოცია იყო აი წეგან თქვით რომ 4 იანვარი რომ გათენდაო მეგონა ისევ საპატრიარქოში მივდიოდიო მაგრამ 4 იანვარს არ იყავით საქართველოში 2 აგვისტოზე რას გაიხსენებთ 2 აგვისტოსთან დაკავშირებით აი ამ ღონისძიებასთან აი ძალიან რაღაცნაირად როგორ გითხრათ ამ ეს კადრები კიდევ უფრო მეტად დავაფასე იმიტომ რომ პატრიარქთან ყოველი შეხვედრა ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ აი ეს შეხვედრა ესე უკვე რაღაცნაირად უკვე ბოლო რაღაც მისი ცხოვრების მწუხრის განმავლობაში ეს კიდევ რაღაცნაირად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მახსოვს რომ მოვუყევი ეს ამბავი, როცა ჩემი სპექტაკლის შემდეგ რომში მოვიდა ერთ-ერთი იტალიელი პოლიტიკოსი და მითხრა რომ მეო თქვენი პატრიარქის წყალობითო ვარ და ესეთი ჩემთვის ესეთი ბედნიერება იყო როგორ გითხრათ ახლა ეს ისტორია იქ მოყევით ხო მოვყევით და როგორ იყო აი აქაც შეგვიძლია რომ ერთ-ერთი ესეთი პოლიტიკოსი იტალიელი მოვიდა და მითხრა რომ მეო თქვენი პატრიარქის დიდი მეგობარი ვარო და მისი ლოცვით და მისი დახმარებით ვარ ესეთ თუ ვარო და წარმატებულია დიახ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იტალიელი პოლიტიკოსია და ძალიან დიდი სიყვარულით მოიკითხა და იცით რა არის ეს ძალიან დიდი ბედნიერება იმიტომ რომ ხა ეხლა უკვე თითქმის აღარა მაგრამ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში როცა ვიძახთ რომ ქართველი ვარ დიდი ხნის განმავლობაში გვიწევდა აღსტაგან იმიტომ რომ ქართველი რუსი ალბათ ხო არა ჩვენ და ვიწყებდით ყველაფერში ჩვენ თავზე მოყოლას და პირდაპირ როდესაც ადამიანი მოდის და არათუ იცის ქართველი საიდან როგორ პირდაპირ მითხრა რომ აი მეო პატრიარქიო და ვიცნობ ილია მეორს და ეს რაღაცა ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო და მაშინ მოუყევი მე პატრიარქს და მახს ვუთხარი რომ ჩვენთვის პატრიარქი ემიგრაციაში მყოფი ქართველებისათვის განსაკუთრებული სიყვარული იმედი და მეოხი იყო და მე დარწმუნებული რომ ის ახლა ზეციური საქართველოდან იგივე დახმარებას იგივე სიყვარულს იგივე მხნეობას მოგცემს რაც 59 წლის განმავლობაში გვაძლევდა თავისი სიყვარული და უბრალოდ გაღიმებით და უბრალოდ ხელის დადებით და დალოცვით იმიტომ რომ ქართულ ემიგრაციას ალბათ განსაკუთრებით ჭირდება მისი მეოხება რომ ჩვენ მალე ყველანი დავბრუნდეთ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა კეთი. ასეთი საინტერესო ისტორიებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მართლაც ერთადერთი ნუგეში ახლა ის არის რომ დიდი მლოცველი და მფარველი შევიძინეთ პატრიარქის სახით. და ნუგეში არის ის რომ რაც მან გვასწავლა და მე როდესაც ეს ამბავი მოხდა რაღაცნაირად ბევრი ვერ დავწერე იმიტომ რომ ძალიან ეს ვიყავი რაღაცნაირად ყველა როგორც შეძრული ემოციები თქვი რომ მადლობა რომ დაგვიბრუნეთ ღმერთი მეთქი მე ვფიქრობ რომ პატრიარქმა ჩვენ დაგვიბრუნა ღმერთი თავისი მოღვაწეობით და ჩემ შვილებსაც ვეუბნებოდი რომ ეხლა შენ თუ შეგიძლია წახვიდე ეკლესიაში სადაც გინდა როგორც გინდა ეს არის ჩვენი პატრიარქის დამსახურება ასე რომ აი ის რაც ჩვენ პატრიარქმა რაც ალბათ აი ეს გზა რაც გათელა ჩვენ აუცილებლად უნდა გავყოთ იმ გზას და იცით იმ ხელა მოღვაწეობა იმ ხელა დაგვიტოვა იმ ხელა როგორ გითხრათ იმ დღელა სიყვარული და რწმენა რომ ვფიქრობ რომ ეს არის ის რაზეც ჩვენ უნდა რაღაცნაირად ის გზა გაყვანილია. ახლა ჩვენ წავიდეთ იმ გზისკენ, რომელიც ტაძრისკენ მივიღო. ძალიან დიდი მადლობა მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე საუბრობდა სტუდიაში. ჩვენი გადამღები ჯგუფი სტუმრობდა კომპოზიტორ და მუსიკოს დათო ევგენიძეს, რომელმაც უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორესთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო რამ გაიხსენა. ახლა შეგვიძლია ვნახოთ ეს ინტერვიუ.
ძალიან ხშირად მიბარებდა მასთან. და პირველი შეხვედრა როცა იყო, რა თქმა უნდა, რომ მივედი მოვიხსენი თავზე ბენდანა. ვერც ვაკადრებდი ხა ბენდანის შესვლას და ვზივართ და იმავე დროს იყო გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, მოსული სტუმრად და კიდე რამოდენიმე ადამიანი და ვზივართ. და ევგენიძე არ მოვიდაო და იღიმეს. და მე ვარ მეთქი და შენ არა ხარ ევგენიძე. მეთქი მე ვარ მეთქი არა ხარო, დაიხურეო თავზე, აი ხა ევგენიძე ხარო. და ნუ არ დამავიწყდება ეს რაღაცნაირად პირველი ესეთი მისი გამოვლინება იუმორის და რაღაც სითბოსის და სიყვარულის და მე ძალიან ხშირად მიბარებდა ხოლმე. თეთრი როიალი იდგა მასთან იქ მისაღებში და აი სულ მაკრეინებდა და არც ერთხელ არ მახსოვს რა დაუკარე. თვალს ხუჭავდი, უკრავდი და აი იქიდან არ წამომიღია არცეთი ნოტი, იმიტომ რომ აი მართლა დათვალ და ხელები უკრავდნენ. მე არც მახსოვს რას უკრავდნენ. მქონდა ესეთი ბედნიერება, რომ რაღაც სახელოსნო უნდა გახსნილიყო ბერების. და იყო მისი პრეზენტაცია რედისონში და მირეკავენ რომ პატრიარქმა თქვა რომ დათო ევგენიძე მინდა რომ ამ პრეზენტაციაზე დაუკრასო. და ნუ აი ძალიან ავნერვიულდი, იმიტომ რომ ეხა თან ბენდით მეთქე პატრიარქს აი ესეთ რელიგიურ და მართლმადიდებლურ საღამოზე მეთქი ჩვენ ბენდმა რა უნდა დაუკრათ. და ნუ აი ვერც ვფიქრობ რა უნდა დაუკრათ და ესევე 4 ადამიანმა რა დაუკარით არ გვახსოვს. და რო უკრავდით ერთი მომენტი მღვდელთავარი მოვიდა ჩვენთან და ის არ მიდისო პატრიარქი და იქნებ დაამთავროთ, იმიტომ რომ მისთვის არ შეიძლება ამდენი დიდი ხანი და რა თქმა უნდა იქვე დაავსრულეთ. ცოტა ხანში იგივე მღვდელთავარი დაბრუნდა და არა პატრიარქმა გააგზელონა. ნუ მოკლედ დაუკარი და მე დამიძახა მასთან. და რომ მივედი შენო ხარ რომ მე უდაბნოეო. და მე ვეხა უდაბნოში მომგზავრეო რა. მის ზეცაში ასვლის მერე გამიჩნდა ეს სურვილი, რომ აუცილებლად მისი რომელიმე ნაწარმოებს ჩემი შეხება გავბედო აიხლა მაინც. და მაგის გარდა ძალიან ბევრ რამეში დატოვა კვალი, მაგალითად იმაში, რომ ოქტავას, რასაც ნოტები ხო 12 ნოტია. 7 თეთრი და 5 შავი. დავარქვი მუსიკის 12 მოციქული. და ესეც პატრიარქისგან მოსული სინათლეა, ეს თავში არ მომივიდოდა. ჩემი აზროვნება აი უფრო მიმართა ღმერთისკენ. და შემოქმედებაშიც ვიგრძენი ეს რა მისი ნახვით და მისთან კონტაქტების მერე გამიღვიძა ბევრად უფრო აი ჩემი ქრისტიანობა, რაც არის რაშიც არ გავცვლი არაფერს. მე შემომთავაზა მისი აი საოცარი ღვთიური საგალობლებზე ხო არ გააკეთებოდა ვერ შევბედე. აი მე ვერ შევეხები მეთქი თქვენს უფლისგან მოსულ ნოტებს მეთქი რა და ეხა დღეს გული მწყდება რა უნდა გამებედა. ისი რა აი ვერც წარმომედგინა აი პატრიარქის შექმნილს იქ ერთი ნოტიც როგორ უნდა შეცვალო. ვერ გავბედი. როცა პატრიარქს ნახავ უკვე შენ სოფხედველობა იცვლება, იმიტომ რომ იქიდან სხვა სინათლით გამოდიხარ აბსოლუტურად. და სხვა სხივი გეჩუქება მისი ნახვის მერე. ეს რა თქმა უნდა შემოქმედებასაც შეეხო. მთელ ერთს გვაქვს ეს ბედნიერება, რომ ქონდა ღვთის საჩუქარი პატრიარქის სახით, რაც მისი ცადასვლის დროს გამოჩნდა. სრულიად მთელი საქართველოს გაერთიანება და აი ესეთი დიდი სიყვარული და ცრემლი, რაც პატრიარქმა თავის ზეცაში ასვლით გვაჩვენა ჩვენ. გვაჩვენა გზა, რომელიც გზითაც მას უნდა რომ საქართველოს ეარა. მისგან დაუცვილია ისიც, ვინც აი ცუდად მოიხსენიებს. იმასაც მიტევებული აქვს რა. იმიტომ რომ იმდენად სიღრმისეულად უყვარდა თავის სამყარო და იმდენად ღვთისგან მოსული სიკეთით დადიოდა ეს ადამიანი, რომ
ვისაც მაგალითად ვინც სოძვას ჩადიოდა, იმას უკვე მიტევებული ქონდა მისგან. და ნუ მე არ ვიცი ესეთი მარტო შეიძლება ეს ცხოვრება ღირდა იმათ, რომ პატრიარქი გწოდნოდა და გაგეცნო. დიდი მადლობა ბატონ დავით ევგენიძეს ასეთი საინტერესო ისტორიებისთვის. ჩვენ გადაცემა დღეისთვის დამთავრებულია. მადლობა რომ გვიყურეთ. ბედნიერად.